ზღაპრული სამყარო წარმოგიდგენთ. პიტერ პენი. ლონდონის ერთ მშვიდ ქუჩაზე ცხოვრობდა დარლინგების ოჯახი, ვენდი, ჯონი და მაიკლი. ისინი ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ, მაგრამ ერთ ღამეს ყველაფერი შეიცვალა. უეცრად ოთახში შემოფრინდა უცნაური ბიჭი, პიტერ პენი, ბიჭი, რომელიც არასოდეს იზრდებოდა. მის გვერდით იყო პატარა ფერია, ტინკერბელი. მისი ჯადოსნური მტვერი ფრენის ძალას აძლევდა ბავშვებს. ვენდიმ და მისმა ძმებმა პიტერს დაუჯერეს და მალე ისინი უკვე ლონდონის თავზე დაფრინავდნენ. მათი გზა ზღვის უსასრულო სივრცეებს გადაჰყვა. ქვემოთ ღრმა მშვიდი წყლები ელავდა, ზემოთ კი ვარსკვლავებით სავსე ცაანათებდა მათ გზას. ბავშვები პიტერს მიყვებოდნენ და რაც უფრო წინ მიიწევდნენ, მით უფრო უცნობი და ჯადოსნური ხდებოდა ყველაფერი მათ გარშემო. ბოლოს შორიდან გამოჩნდა კუნძული, მწვანე ტყეებით დაფარული, მაღალი კლდეებით შემოსაზღვრული და უცნაური სინათლით განათებული. ეს იყო ნევერლენდი, ადგილი, სადაც დრო თითქოს ჩერდებოდა და ბავშვობა არასოდეს მთავრდებოდა. აქ ცხოვრობდნენ დაკარგული ბიჭები, რომლებიც პიტერის მეგობრები იყვნენ. აქ დაფრინავდნენ პატარა ფერიები, იმალებოდნენ ინდიელები და ზღვის ნაპირებთან მეკობრეების გემი დაცურავდა. ვენდი და მისი ძმები გაოცებულები უყურებდნენ ამ საოცარ სამყაროს. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ სწორედ აქ იწყებოდა მათი ცხოვრების ყველაზე დიდი და დაუვიწყარი თავგადასავალი. პიტერმა ბავშვებს ხელით ანიშნა და თხისკენ გაუძღვა. ნევერლენდის თხე უცნაური ხმებით იყო სავსე. ხეების ტოტებში რაღაც ფრთხილად მოძრაობდა, ბუჩქებიდან ჩურჩული ისმოდა. ჰაერში კი ფერიების მრწყინავი ნათება დაფრინავდა. ცოტა ხანში ისინი მივიდნენ მიწისქვეშ დამალულ პატარა ბუნაკთან. იქიდან სიცილისა და ჩურჩულის ხმა ისმოდა. კარი გააღეს და შინ შევიდნენ. იქ დაკარგული ბიჭები დახვდათ. ისინი პიტერ პენის ერთგული მეგობრები იყვნენ. მათ სიხარულით მიესალმნენ სტუმრებს. ვენდის განსაკუთრებული ყურადღებით უყურებდნენ. მათთვის ის თითქოს დიდი ხნის დაკარგულ დედას ჰგავდა. მალე ბიჭებმა ვენდის სთხოვეს მათთვის ზღაპრები მოეყოლა და სახლში ყოფნის ამბები გაეზიარებინა. ვენდიმ თბილად გაუღიმა და დაპირდა, რომ მათთან დარჩებოდა და მოუვლიდა როგორც დედაულის შვილებს. დაკარგულ ბიჭებს დიდი ხნის შემდეგ პირველად გაუჩნდათ შეგრძნება, რომ მარტო აღარ იყვნენ. მაგრამ ნევერლენდი მხოლოდ მეგობრობისა და თამაშის ადგილი არ იყო. კუნძულის მეორე მხარეს, შავ და საშიშ მეკობრულ გემზე, იდგა კაცი, რომელსაც პიტერ პენი ყველაზე მეტად სძულდა. ეს იყო კაპიტანი ჰუკი, რომელსაც რკინის კაუჭიანი ხელი ჰქონდა და თვალებში შურის ძიების ცეცხლი ენთო. მას არასოდეს დავიწყებია ის დღე, როცა პიტერმა ხელი მოჭრა. მას შემდეგ ჰუკი ერთ რამეზე ოცნებობდა. ეს იყო პიტერ პენზე შურის ძიება. და სწორედ იმ ღამეს მან საშიში გეგმა შეიმუშავა. იმ ღამეს კაპიტანმა ჰუკმა თავისი მეკობრეები გემბანზე შეკრიბა. მისი თვალები სიბნელეში ბოროტად ბრწყინავდა. მეკობრეებმა ხმლები მოიმარჯვეს და ჩუმად გაემართნენ ტყისკენ. იმ დროს დაკარგული ბიჭები თავიანთ ბუნაკში ისხდნენ. ვენდი მათ ზღაპარს უყვებოდა. ბავშვები ყურადღებით უსმენდნენ, მათთვის ეს სიტყვები სახლსა და ოჯახს ახსენებდა. მაგრამ უეცრად ტყეში უცნაური ხმები გაისმა. ბუჩქებიდან მეკობრეები გამოვარდნენ. სანამ ბავშვები რამეს მიხვდებოდნენ, ისინი უკვე ალყაში იყვნენ მოქცეულები. ვენდი, ჯონი, მაიკლი და დაკარგული ბიჭები ტყვე დაიყვანეს და მეკობრეების გემისკენ წაიყვანეს. ამ დროს პიტერი იქ არ იყო. როცა დაბრუნდა და ცარიელი ბუნაგი დაინახა, მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა. მისი სახე სერიოზული გახდა. თამაშის დრო დასრულდა. ჰუკი, ჩუმად თქვა მან. პიტერი სწრაფად გაემართა ზღვის ნაპირისკენ. შორიდან უკვე ჩანდა მეკობრეების შავი გემი. ის მარტო ავიდა გემზე. გემბანზე კაპიტანი ჰუკი ელოდა. ბოლოს და ბოლოს შევხვდით ერთმანეთს, პიტერ პენ, თქვა მან და ხმალი ამოიღო. პიტერმა გაიღიმა. ჰუკ, ისევ აგვიანებ. და დაიწყო მათი ყველაზე დიდი ბრძოლა. ხმლების ჟღარუნმა მთელი გემი ააკრუა. პიტერი სწრაფი და მსუბუქი იყო, ჰუკი კი მძიმე, მაგრამ გამოცდილ მეკობრედ რჩებოდა. ისინი გემბანზე ერთმანეთს უტევდნენ, ხოლო მეკობრეები შიშით უყურებდნენ ბრძოლას. ჰუკმა ძლიერი დარტყმა სცადა, მაგრამ პიტერმა დროულად აიცილა და წინ გადადგა ნაბიჯი. მალე ბრძოლა გემის კიდესთან დასრულდა. ამ დროს ზღვის სიღრმიდან ნაცნობი ხმა გაისმა. ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ნიანგი ახლოვდებოდა. ჰუკის თვალებში შიში გაჩნდა.
ერთმა არასწორმა ნაბიჯმა ყველაფერი შეცვალა. იგი ზღვისკენ გადაიხარა და წყალში ჩავარდა. რამდენიმე წამში კი ტალღებმა ყველაფერი ჩახლაპა. მეკობრეები გაიქცნენ. პიტერმა ბავშვები გაათავისუფლა და ყველა ერთად სიხარულით დაბრუნდა ტყისკენ. ვენდი მიგრძნო, რომ სახლში დაბრუნების დრო მოვიდა, დანაღვლიანდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა შინუდა დაბრუნებულიყო თავის მშობლებთან. პიტერმა ბავშვები ცაში აიყვანა და ისევ ლონდონისკენ გაფრინდა. ღრუბლებში ფრენა ისეთივე სასიამოვნო იყო, როგორც პირველ ჯერზე, როცა ნევერლენდის კუნძულზე მიფრინავდნენ. ხამხრებზე გახთხევი მთვარის ნათელ გზას თუ განცობა სწორია შეძლებ გაფრენა სია შეგიძლია იფრინო იფრინო დარლინგების სახლში დაბრუნებულებს მშობლები სიხარულით შეხვდნენ, ხოლო დაკარგული ბიჭებიც ოჯახში დარჩნენ. პიტერი ცოტა ხანს კიდევ იდგა ფანჯარასთან. ვენდი მას უყურებდა და გრძნობდა, რომ ეს დამშვიდობება იყო, არა სამუდამოდ, მაგრამ ძალიან დიდხანს. ისევ მოხვალ, ჩუმად კითხა ვენდიმ. პიტერმა გაიღიმა, თავი ოდნავ დაუქნია და თქვა, როცა ისევ დაგჯირდებათ თავგადასავალი, მე ყოველთვის მოვალ. შემდეგ ტინკერბელის ოქროსფერი ნათება აენთო ჰაერში. პიტერმა ხელი დაუქნია ბავშვებს და მსუბუქად აფრინდა ცისკენ. ფანჯარა ნელა დაიხურა, ხოლო მისი პატარა კაშკაშა ფიგურა თანდათან გაქრა ვარსკვლავობით სავსე ღამეში. ვენდი დიდხანს იდგა ფანჯარასთან. მან იცოდა, პიტერ პენი ყოველთვის დარჩებოდა იქ, შორეულ ნევერლენდში, სადაც ბავშვობა არასოდეს მთავრდება. და იმ ღამიდან მოყოლებული, როცა ცაზე ვარსკვლავები განსაკუთრებულად ანათებდნენ, ვენდი ხშირად ფიქრობდა. შესაძლოა სადღაც იქ, ღრუბლებს შორის, პიტერ პენი ისევ დაფრინავდა და ახალ თავგადასავალს იწყებდა. იქ, სადაც ბავშვობა არასოდეს მთავრდება და თავგადასავლები ყოველთვის გრძელდება. დასასრული. გამოიწერეთ არხი მეტი ზღაპრული სამყაროსთვის და გააქტიურეთ ზარის ღილაკი.